გაიწელა პაუზა ორივე კლავჭიდელს დახარჯული აქვს საკმაო ენერგია და ჭირდებათ რეაბილიტაცია. იწყება მეგობრებო მესამე რაუნდი. ნახოთ რა მოხდება. იწყება მესამე რაუნდი მეგობრებო დაძაბული ბრძოლის. ნახოთ ვის დარჩება გამარჯვება ამ მესამე უმნიშვნელოვანეს რაუნდში. უჭირთ საჯებსაც ეხა ხელის გასწორება რა თქმა უნდა. არ ემორჩილებიან სპორტსმენები საჯებს. მე მგონი მოუწევთ საჯის ჩავლება. თუ არ დაემორჩილებიან საჯებს. არ მივცეთ სალაპარაკო გიხვეწებით საჯებო ბოლომდე ობიექტურად რა თქმა უნდა ყველაფერი. რეფერი საჯები აძლევენ მითითებებს ბეკბოსუმს აქვს რაღაცა შენიშვნები, რომ თითქოს იქ მხარი არ არის გასწორებული და ასე შემდეგ. მე საჯებს ვეკითხები, აქვე ლეონ საგინაშვილსაც, ირაკლი ჟრაკაშვილსაც დავეკითხე, ყველაფერი მიმდინარეობს ობიექტურად, ხო? ვის დაში ჭირდება, რომ ვინმეს მივცეთ სალაპარაკო, ნამდვილად არ არის ესე. ბოლო ყველაფერი ჩანს, აგერ 5 კამერით ვიღებთ. იწყება საბოლოოდ მესამე რაუნდი. მოკლედ ძალიან გაჭიანურდა ამ რაუნდის დაწყება. ნახოთ რა მოხდება. არ ემორჩილებიან სპორტსმენებს საჯებს არ უნდა რა თქმა უნდა ესეც სანახაობა ფოლებით გააფუჭონ და დაიწყო მესამე რაუნდი. კარგი ბრძოლაა მეგობრებო. ნახოთ რა მოხდება. კი ბატონო, ისევ მარტივად. გაფრთხილება ტირგის.
როგორ იწელება მეგობრებო, აი ნამდვილი main card-ი. ნამდვილად თავარ ბრძოლას როგორც შეშვენის ისე ვითარდება მოვლენები. გაფრთხილება მეგობრებო, მოკლედ მესამე რაუნდშიც 2-0, მესამე რაუნდში გაფრთხილება ყირგის, ერთი ფოლი. მეორე ფოლი შემთხვევაში დამარცხება რა თქმა უნდა. ნახოთ რა მოხდება. So we have a third round. ყველანი ვხედავთ რომ გამოკვეთილი ფავორიტი ამ შემთხვევაში ვახტანგ ახობაძეა. აშკარად ჯაბნის თავის მოწინააღმდეგეს ყველა პოზიციაში. ოუზახი, არიდან, ოუზახი. ესე იგი ბალიშიდან, ეგრეთ წოდებული ფიქსატორიდან აუწევია ხელი ყირგის და აქედან გამომდინარე ისევ შენიშნა, აი ოპერატორს თხოვ რომ აი მიხვდეს რაშია საქმე აუდიტორია, ესე როცა გიდევს ხელი ბოლომდე უნდა გედოს და ესე არ უნდა აწიო, ანუ აი ესეთი მოქმედება დაფიქსირდა და მაგიტომ მიესა გაფრთხილება ყირგის ბეკბოსუნ დოქტორსუნს. წამყვანმა აგვიხსნა მკლავჭიდის წესები, ცოტა დარბაზში მსხდომი საზოგადოებისთვის გასაგები რო იყოს. ფოლი და ასე შემდეგ. აბა, კიდევ ერთხელ მეგობრებო, სა, ქა, თვე, ლო, სა, ქა, თვე, ლო, სა. არ ემორჩილებიან სპორტსმენები მსაჯებს. ნუ ამ შემთხვევაში ვახტანგისგან ეს ნაკლებად მოდის. უფრო ყირგის მეტოქეზე თუ ვიტყვით ამას. ასწორებენ ეხლა მსაჯები მაქსიმალურად ხელს, რა თქმა უნდა, არანაირი სუბიექტურობა და არანაირი მიდგომა. Лайвшია, всё, ეგარ. ბოლო რაუნდი დარჩა კომენტარში.
როგორც იქნა მოვიდნენ მაგიდასთან სპორტსმენები, ძალიან დაძაბულია სიტუაცია მეგობრებო. ყირგიზი მეტოქის მწვრთნელს აქვს რაღაც პრეტენზიები, რა თქმა უნდა შეუსაბამო, მაგრამ ემოციები და გვესმის ეს ყველაფერი. დაიწყო მესამე რაუნდი ძალიან საინტერესო. უშანსო ვახტანგ გახობაძის გამარჯვებით. სამართლიანად 3-0 ყოჩაღ ვახტანგს და გამარჯვებულია რაცევი ყოჩაღ თავის მოწინააღმდეგესაც თქვენთან ერთად ახობაძე ყოჩაღ ვახტანგს გილოცავთ მეგობრებო მოკლედ ეონის გამარჯვებას ვახტანგ გახობაძე დაიმარჯვა 3-0 მეგობრებო ბრავო ვახტანგ ვახტანგ გახობაძეს ირატო ზირაკაშვილი ვახტანგ გახობაძე ხდება გრანდ პელოჩიო ნომად კაპის მფლობელი და საპატიო მედალი Ყველა მერთა ტაში მეგობრებო ტაში Congratulations to ვახტანგ გახობაძე Tashi, everybody grand applause once again for Vakhtang Gakhopadze. ირაკლი გამთენაძე, ვახტანგ გახობაძის თავარი მწვრთნელი, ავთანდი ლახვლედიანი, საქართველოს კავჭედის ფედერაციის პრეზიდენტი. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა Grand Bellagio's და Mr. Max ყველას სრულიად სტაფს წინვალე შოუ უღრმესი მადლობა ვახო მიმართე სიტყვით Vakho, please say a few words. What? I'm going to train the მოწინააღმდეგეც ეს სპორტია. Zoom! დიდი მადლობა ბეკბოსუნ დოქტორსუნს. მართლაც რომ დაუვიწყარი ასპარეზობისთვის. Thank you. ვადის შემდეგ ვიტყვი. Thank you once again. Thank you very much.